სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი ნაწილი ჩვენ 47 ნაწილი უკვე დავიწყეთ რამოდენიმე დღეა, რომელიც 2000 წლის 26 ნოემბერს ჩაიწერა და დღევანდელი კითხვაც ძალიან საინტერესოა. რა უყოთ ისეთ კაცს, რომელიც ამბობს რომ ქრისტიანია, მაგრამ ცოდვას ზურგს არ აქცევს? საღამოს შვიდობისა პასტორ ჯონ, მე ვარ უენ გიფსი და მაქვს კითხვა. ეგრეთ წოდებულ მორწმუნეზე, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ ცოდვაში არის და არის ძლიერ გამაგრებული. ანუ არ აპირებს მის აღმოფხრას მისი ცხოვრებიდან. და ესეთ ადამიანთან ჩვენ შეიძლება რომ რაიმე თაყვანისცემა, რაიმე ზიარება გქონდეს? თქვენ ერთხელ მიხვედით ესეთ ადამიანთან, დაუპირისპირდით, მაგრამ მონანიება არ ხდება. ისინი მერე სხვა ეკლესიაში მიდიან და ის ეკლესია არ მისდევს მათ ესახარების მე-18 თავის ინსტრუქციას და ჩვენ ამას წავიკითხავთ, რაც შეეხება ეკლესიის დისციპლინაზე, იესომ რაც დაგვიბარა. იმ 4 საფეხურს არ მიყვება და არ იყენებს ეს ეკლესია. არდა ამ ადამიანებს უწევთ ჩვენთან ერთად სხვადასხვა კონფერენციებზე სიარული, შეიძლება თქვენთან ერთად ლოცვაც, თქვენთან ერთად პურის გატეხვა ზიარება. თქვენ ერიდებით ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მათ არ ქონიათ მონანიება და არანაირად ზურგს არ აქცევენ. თქვენ იცით რომ ისინი ისევ აგრძელებენ ცოდვაში ყოფნას. მე წავიკითხავ ამ ადგილს, რომელზეც ბატონი უენი ლაპარაკობს. ეს არის როგორც ახსენა მათეს სახარების მე-18 თავი, მე-15 მუხლიდან იესო ამას ჯერ ბავშვს დააყენებს, ბავშვს ეტყვის იესო, შემდეგ ამას მოზეს თუ გახსოვთ ასევე პეტრეს კითხვაც რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ, მაგრამ შუაში ესეთ რამეს ამბობს იესო ქრისტე. თუ შენი ძმა შესწოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა, ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ 1 ან 2 სხვა, რათა 2 ან 3 მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი, ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი, ანუ მებაჟე. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რასაც დედამიწაზე წარმართი ან მებაჟე ბოდიშით. განა ანუ არამედ წარმართი და მებაჟე, სხვადასხვა ის არის, ხო? ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ 2 თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია, ვინაიდან სადაც 2 ან 3-ია შეკრებილი, ჩემი სახელით მეც იქავარ მათ შორის. მე უბრალოდ დავძინომი და ამაზე, რომ ძალიან ბევრი ამ ადგილს ძალიან არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებს და ჯონ მაკარტურმა გახსოვთ, ამასაც მიუძღვრა, რომ ეს ეხება მხოლოდ ეკლესიის დისციპლინას და არა საერთოდ რაღაცა სხვა სიტუაციებს. აი 2-3-ის უფლება, იესო ქრისტეს იყოფნა, გადაწყვეტა, შეკრა, ესე იგი ეს ეხება ეკლესიის დისციპლინას. ეს უბრალოდ გახსენების თვალსაზრისით. ეხლა ჯონ მაკარტური პასუხობს ამ კონკრეტულ კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ თქვენც ანალოგიურად უნდა მოერიდოთ ამის გაკეთებას. ანუ არ გქონდეთ ურთიერთობა ესეთ ადამიანთან. ეკლესიიდან ადამიანის გარიცხვის მთელი აზრი ამაში მდგომარეობს, რომ ესეთი ადამიანი იზოლირებული უნდა იქნას. ეხლა მე არ ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს, რომ თქვენ თუ მოხვდებით ერთ შენობაში მასთან ერთად, ამის უფლება არ აგაქვთ. იმიტომ ეს თქვენზე არ არის დამოკიდებული. რაც ახსენეთ თქვენ კონფერენციაზე რაღაც. მაგრამ ლაპარაკია ეკლესიაში ამ ადამიანთან თქვენ არ უნდა იყოთ ერთად. სწორედ ეს არის წმინდა წერილის მიზანი, რასაც გვეუბნება ეკლესიის დისციპლინასთან დაკავშირებით. ჩვენ გვასწავლის წმინდა წერილი, რომ სრული გაგებით უნდა გამოვეყოთ ასეთ ადამიანებს. მე ახლა ხან ვიხსენებდი მეორე თესალონიკელთა დასასრულს, ვკითხულობდი და გამახსენდა მესამე თავში დასასრულს, რას ამბობს პავლე. მე წავიკითხავ პირველი მუხლიდან. და ბოლოს ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა გავრცელდეს და განდიდეს უფლის სიტყვა, როგორც თქვენ შორისაა, რათა გადაურჩეთ უწესო და ბოროტ ადამიანს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა. მაგრამ სარწმუნო უფალი, რომელიც გამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან. ჩვენ კი დარწმუნებული ვართ უფალში თქვენ გამო, რომ ასრულებთ და კლავაც შეასრულებთ, რაც გამცნეთ.
და ეუფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში. ჩვენ კი გამცნეთ ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებ ჩვენგან რომ მიიღეთ, რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ყოფილა თქვენ შორის. მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენთაგანს ტვირთად არ დაგწოლოდით. როგორ გავს არა? ანტონი გულუხია გამახსენდა ეხლა ამ სიტყვებს რა. ნახეთ, პავლე, რომელსაც გადაატრიალა კაცობრიობა, გაავრცელა ქრისტიანობა, შეიძლება ითქვას სალიხელით და გადახედეთ ანტონი გულუხიები და ვიღაცა წმინდა თეოლოგები კიდე შეფარებულები რო არიან სოციალურ დახმარებას საფრანგეთში. ნახეთ მე-9 მუხლი, არა იმიტომ რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი. როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით. ვისაც შრომა არ სურს, ნურჩ შეჭამს. რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაცი ფუცობს. ასეთებს ვამცნებთ და შევაგნოთ ჩვენი უფალი იესო ქრისტეში, რომ 7 შრომით ჭამონ პური. თქვენ კი ძმებო, ნუ მოგწყინდებათ სიკეთის ქმრა, ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული ყავდეთ და ნუ გექნებათ, ნახეთ, ნუ გექნებათ ამას იტყვის ჯონ მაკარტური. ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ ტრად ნუ მიიჩნევთ, ხედავთ, ტრობაზე არ არის ლაპარაკი, არამედ ძმასავით დაარიგეთ. თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენთან, თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენთაგანთან. მოგკითხვა პავლესაგან ჩემი საკუთარი ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია. მე ასე ვწერ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლით თქვენთან, ყველა თქვენთაგან. ამინ. ხედავთ, ჯონ მაკარტური აგრძელებს. ხედავთ, მე-14 მუხლში, რას ამბობს პავლე? თუ ვინმე არ ემორჩილება ამ სიტყვას ჩვენს ეპისტოლესო, ყურადღება მიაქცეთ მას, ნუ იქნებით მასთან ურთიერთობაში. და მე-14 რატომო? რათა შერცხვესო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გსურთ მასე ნამდვილი სირცხვილი დააკისროთ, რასაც ის იმსახურებს. მაგრამ თქვენ მას მტრად კი არ ათვლით, არამედ ძმურად შეაგონებთ და როგორ შეაგონებთ ძმას? შეკრიბავთ მეგობრებს, თქვენ ძმებს, ამხელთ მას, რომ მოინანიოს. რათა მოწესრიგდეს მისი ცხოვრება. და ეს უნდა გახდეს, რაც შეიძლება ცხადად, რომ იზოლაციაში უნდა იყოს ესეთი ადამიანი. და კითხვის ავტორი უგრძელებს, მათე სახარების ეს მე-18 თავის 4 ნაბიჯი საფეხური უნდა გამოვიყენოთ თუ იმის გარეშე გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჯონ მაკარტური აგრძელებს. დიახ, კი, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეკლესიამ ეს უნდა გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ისე კატეგორიულად ზუდგებიან, რომ ისეთ ეკლესიებში აღარ ჩერდებიან, სადაც ეკლესია ასეთ დისციპლინას არ ამუშავებს. და მე ყოველთვის განვიცდი ხოლმე ესეთ ადამიანებზე, ესეთ გულისხმერ გულწრფელ ადამიანებზე. და როდესაც ხედავ ადამიანები ეკლესიაში ძალიან ფრაგმენტულად ჯგუფებად იყოფებიან, არათანმიმდევრული არიან, მე მხოლოდ ერთ დასკვნას ვაკეთებ. ესეთ ეკლესიაში ცოდვაა გაბატონებული. ცოდვაა, რომელიც სწორედ ესე აშორებს ადამიანებს და აბნევს ადამიანებს. იმიტომ რომ მასზე რეაგირებას არ ახდენს ლიდერი, მეთაური, პასტორი, ზედამხედველი ეპისკოპოსი. მათ არ სურთ ამ ცოდვის გამოაშკარავება. მათ არ სურთ პასუხისმგებლობის აღება. მათ არ სურთ ღვთის სიტყვის სწავლება რწმენით და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა. და სინამდვილეში ეს ასე მუშაობს, შეგიძლიათ დამიჯეროთ და მერწმუნოთ. თქვენ ხედავთ ადამიანებს, როცა მოდიან და ეკლესიის წინა რიგებში ძლებიან ხოლმე. შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ ისინი შუაში გადადიან. ბოლოს კი სულ უკან მხარეზე მიდიან ეკლესიაში. ახლა როდესაც თქვენ ამას ხედავთ, აკვირდებით ხომ? იმ წუთშივე იცით, რომ რაღაცა ისე არ ხდება მათ ცხოვრებაში. და ისინი ნელ-ნელა დისტანცირებენ შენგან, ანუ კათედრიდან, ეკლესიისაგან. და როდესაც ხედავ ადამიანები ამგვარ ნიმუშს მიუყვებიან, თქვენ ხვდებით, რომ უკვე რაღაცნაირად დისტანცირება იწყება ჯგუფებს შორის. და ხშირად
ძალიან ბევრი ეკლესიის ლიდერები ამ დაკვირვებას, იგნორირებას უკეთებენ და არ უმკლავდებიან. რომ გამოაშკარავონ და კარგად გამოიკვლიონ თუ რატომ ხდება დაგსაქსვა, რომლის ცოდვა იწვევს დისტანცირებას ერთმანეთთან მიმართებაში. ასე რომ თუ ეკლესიამ არ აამოქმედა ეს დისციპლინა, აუცილებლად სავალალო შედეგებს მიიღებს. და აუცილებლად საჭიროა რაღაცა ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება. თუ შენ იცი და ამაზე არ რეაგირებ, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ინსტრუქცია, რაც თქვენ ახსენეთ, აუცილებლად უნდა დაიცვა. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ პასუხისათვის, გასაგებია.